დაგელოდეთ და უკვე აქ ვართ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენი განავითარი გადაცემის სტუმრები გახლავან ტელეკომპანია პიკის საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერი ხათუნა საღინაძე, მოგესალმებით ხათუნა და ჟურნალისტი ქრისტინე გიორგიევანი. გამარჯობა. გამარჯობა. ესეთი მიშამშულდოდეს ქონდა ესეთი საინფორმაციო გამოშვება და იქ იყო ესეთი ნიუსი, ქართველი ჰოკეისტები შეიჭრნენ პარლამენტის შენობაში. კატეგორიულად მოითხოვეს, რომ ან მიხედეთ ქართულ ჰოკეის, ან წავალთ აქედან საერთოდ და დუმილის შემდეგ წადითო უთხრეს და წავიდნენ. პიკი არის თუ არა ქართული ჰოკეი პიკი? მე ქართულ ჰოკეის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არც პიკს, მაგრამ მაინც. ჩვენ თვლით, რომ რუსულენოვანი არხი საქართველოში უნდა იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში არის ეთნიკური უმცირესობის 400-მდე წარმომადგენელი ცხოვრობს დღეისათვის, რომელსაც 400,000-მდე უკაცრავად. რომელსაც არ ესმის ქართული და მან უნდა მიიღოს ინფორმაცია ამ ენაზე. აი ეს არის მთავარი. ამის გარდა თუ არხი იქნება სატელიტური და არხი იყოს სატელიტური, ქვეყნის საზღვრებს გარეთ არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც აინტერესებს ინფორმაცია საქართველოს შესახებ და რეგიონის შესახებ ზოგადად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პიკი უნდა იყოს რეგიონული მნიშვნელობის არხი და არა ლოკალური ქართული არხი, მხოლოდ რუსულ ენაზე გახმოვანებული ახალი. თუ იცით აზერბაიჯანს ან სომხეთს ესეთი არხია აქ? არა. ეს ერთადერთი ქართველები ნოვატორები ვართ. კი ბატონო, ნოვატორები ვიყავით. კარგი, რა მაინტერესებს, როგორ თვლიდით რეიტინგს, როგორ თვლიდით თუ რამდენი ადამიანი უყურებდა? ჩვენ ერთადერთი მონაცემი რაც გვაქვს რეალურად, ანუ სატელიტზე მაუწყებლობას, აი ტელევიზორში ვინ უყურებდა პიკს, ამას ჩვენ ვერ ვთვლით. კაბელზე იყავით? კაბელზე თბილისში, საქართველოში, კი თბილისში. და დანარჩენი მთებშიც ძირითადად ვიყურებდნენ სატელიტზე. რეგიონულ საკაბელოში? რეგიონულ საკაბელოში არ ვიყავით. და თუ არ იყავით რეგიონულ სამცხე-ჯავახეთში, ანუ ეს რეტრანსლატორით გადაიცემოდა, იქ ადგილობრივ ღია სიხშირით იყავით? ანუ ადგილობრივ ტელევიზიებს ანუ გაფორმებული ქონდა ხელშეკრულება ჩვენთან და დღის განმავლობაში 18 საათი თუ არ ვცდები გადიოდა ღია სიხშირით? ღია ანალოგური არხით, აი ანტენით იჭერდნენ? კი, ანტენით. სამცხე-ჯავახეთში იჭერდა რომელიღაც ადგილობრივი და იქ აზერბაიჯანელები დასახლებულ ტერიტორიებზე? ცოტა სიგნალი იყო ცუდი, იქით არა, იქით ძირითადად სატელიტური მაუწყება. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს არ გქონდათ აწყობილი თქვენი სიგნალის დისტრიბუცია ისე როგორც დაუშვათ საზმაუს აქ. კი ბატონო, არა, ეგრე არის. თუმცა ამბობთ რომ თქვენ ძირითადად მუშაობდით საქართველოში ცხოვრებ რუსულენოვან ხალხს. ანუ ვებგვერდი მუშაობდა ძალიან კარგად, ანუ რაც შეეხება ვებგვერდი ახლა არ გვინდა ლაპარაკი, იმიტომ რომ ვებგვერდით სარგებლობის დოზა ძალიან მცირეა, მით უმეტეს ეთნიკური სომხებით, აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში. სამცხე-ჯავახეთში აქტიური იყო მაყურებელი ძალიან. როგორ თვლით ამას? ანუ ინფორმაცია რაც მოდის იქ პანელური კვლევები იყო გაკეთებული, აი ჩვენ გვაქვს მოგვდის. ვებგვერდის ინფორმაცია, ანუ შესაძლებელია რეიტინგი, რა თქმა უნდა, რომ დაიგოს. რაღაცა სამცხე-ჯავახეთიდან შემოდიოდა რა იცი? არა, აქ სამცხე-ჯავახეთზე არ არის საუბარი. მოკლედ, არ იყო ეს სისტემა აწყობილი. თქვენ ზუსტად არ შეგიძლიათ თქვა, რამდენი მაყურებელი ყავდათ. არ შეგიძლიათ. არა, ამის დათვლა შეუძლებელია. მით უმეტეს არ შეიძლება დათვალოს სატელიტზე ვიყურებდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კი ბატონო, ეხლა მე გეტყვით ერთ რაღაც ჩემს მოსაზრებას. თქვენ ყავდათ მიშა თავხელიძეს სახეთ, პანფილოვის სახეთ, საბჩაკის სახეთ, ივანა მელაი აკეთებდა სააკაშვილის მიერ დარეკლამირებული შოუბის ჩემს დართუ ისე ხარისხიანი პროექტი. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ თქვენ განისტიდით და იყავით პროპაგანდის ნაწილი საქართველოს წინანდელი ხელისუფლების პროპაგანდის, ანტირუსული პროპაგანდის, ანტიპუტინური პროპაგანდის, მე პუტინი არ მომწონს, იყავით ნაწილი. თქვენ ახლა იტყვით, რომ საინფორმაციო სამსახურს ეს არ ეხებოდაო, მაგრამ ყველანი ტელევიზიონში შეგებივარ და ვიცით, რომ როცა ასეთი სახეები გაქვს, შეიძლება მე ვიფიქრო, როცა უყურებ ამათ, რომ ეს არის პროსახელისუფლებო პროპაგანდის ნაწილი. არა? ვიკამათოთ. კი ბატონო, ვიკამათოთ. ანუ თქვენ კონკრეტულად თუ ანუ ეგრეთ წოდებულ ცუდი სიტყვა, მაგრამ ფეისებზე საუბრობთ. სახეებზე, ხო? სახეებზე, ხო, თუნდაც. კი ბატონო. ტელევიზია სახეებია, ჩემთვის. სახეებია, კი, გეთანხმებით. გეთანხმებით, მაგრამ ნუ კონკრეტულად ჯობდა რომ ნიუსზე გვესაუბრა და არავითარ შემთხვევაში არ ვთვლი რომ ჩვენი ნიუსი იყო თუნდაც ანტირუსეთის, ანუ პრორასისტская პროპაგანდა. არავითარ შემთხვევაში ეს არ არის. ანტირასისტская პროპაგანდა. აი თქვენ თუ ერთი გამოშვება მაინც ნანახი გაქვთ, ეგრე არ იტყვა. არა, არც ერთი გამოშვება ნანახი არ მაქვს. მე ვიცი უბრალოდ. აი, ეს ძალიან ცუდია, ანუ თქვენ ნუ განვასხვავებთ, მე მესმის, მაგრამ ნუ განვასხვავებთ ერთმანეთს ნიუს. სხვა შორის იცით თუ არა თქვენ რომ არხებზე ნიუსი
არ არის ყველაზე რეიტინგული. ჩვენთან არ იყო ეგრე. ჩვენთან იყო ნიუსი ყველაზე რეიტინგული. როგორც ვთქვით, აგეთ თქვი ჩვენ ცოტა შევთავაზეთ. YouTube-ზე. კი, არა მარტო YouTube-ზე თვითონ ვიზიტორების ზოგადად საიტზე ყველაზე ყურებადი და ზოგადად პროდუქტი რაც კი იყო მოთხოვნადი პიკზე, ეს იყო ნიუსი. და ყველაფერი ანუ ეყრდნობოდა მე როგორც ვთქვი, ხათუნა და ქრისტიანა, თქვენ რაღაცნაირად გინდათ რომ აი იმ სახეებს მეტნაკლებად გაემიჯნოთ, რომელიც კი, იმიტომ რომ მე არ მსურს ჩემ კოლეგებზე არანაირად. გაემიჯნო eta აჯილით ან მესმის რასაც გულისხმობთ. გაემიჯნო სხვა რაღაცა. ანუ შენ გინდა თქვა რომ თქვენ სხვა რაღაცას აწვებოდით ისინი სხვა რაღაცას, ხო? არა, მე არ შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რას აკეთებდა ივანა მელაი, მე შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რას ვაკეთებდით ჩვენ ნიუსში. და ეს იქნება უფრო კორექტული. თქვენ თუ რამე პრეტენზია გაქვთ, ან თვლით რომ იყო უხარისხო, თუნდაც არახარისხიანი ივანა მელაის გადაცემა, ან იყო პროპაგანდა, შეგიძლიათ მოიწოდოთ. პამფილოვი მაგალითად პინდაწყლის პროპაგანდა. ჩვენურად კარგი დიალოგი გამოგივათ ძალიან. ანუ თქვენ ხართ პიკის თანამშრომლები და რაღაცნაირად არ გინდათ პასუხი აგოთ იმაზე, რაც პიკის ეგიდით თოქ-შოუებში გადიოდა. ესე იბან გასაგები. კარგი. ეხლა რა ვითარებაა? რა მოხდა? მოხდა ასეთი რაღაც, ანუ არჩევნების შემდეგ დაიწყო, ანუ მუსირებდა აზრი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ანუ გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია აპირებდა არხის დახურვას. რომელი არხის კაცი? ანუ პიკის, რა თქმა უნდა. მუსირებდა რას ნიშნავს? ჭორების დონეზე როგორ თათბირებზე ამბობდა რომ აპირებს დახუროს პიკი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ფული არ არის. ანუ ეხლა როგორც ვიცი გაწერილი არ არის ბიუჯეტი. ხო, გაწერილი ამაშია საქმე. ანუ თავარი პრობლემა იქ იყო. გაწერილი 14 მილიონი წელს იყო გამოყოფილი პიკისთვის ბიუჯეტი. ანუ ჩვენი ინფორმაციით, როგორც ჩვენი მენეჯმენტი ამბობს, 2 მილიონი წლის ბოლომდე იყო დარჩენილი, რომელიც არხს არსებობისთვის უნდა ყოფნოდა. ხელშეკრულება პიკსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის გაფორმებულია 31 დეკემბრის ჩათვლით. პიკი, როგორც მე ვიცი, არის საზოგადოებრივი მესამე არხია. კი ბატონო, მესამე არხია. რა იურიდიული ფორმა? არა, როგორ არის? მესამე არხია, მაგრამ ეს შპს ტელეკომპანია პიკი არის მართველი, ანუ აუთსორსით მოყვანილი, ანუ ტენდერი გამოცხადდა და ასე შემდეგ. ვინ არიან დამფუძნებლები? დამფუძნებლები არიან ну ეს არ ვიცი ეს უცნობი ადამიანები რა არა გენერალური დირექტორი 12 მილიონ ლარად არის შეფასებული ეს კონტრაქტი 14 იყო სულ და ანუ როგორც ვიცით გაიხარჯა 12 აქამდე და 2 მილიონზე აპარატურა პირველი არხის საზმაუს ბალანსია თუ ამ შეფასებას კი ბატონო 90% არის საზმაუს ბალანსზე კლიენტის სტუდიები ყველაფერი ხო არა სტუდიებია როგორც ვიცი არა სტუდიები არის შეპეს ტელეკომპანია პიკის ბოლო სტუდიები ანუ იქ ძირითადი აპარატურა რაც აი ნიუს ჭირდება მაგალითად სამუშაოდ ყველაფერი საზმაუსსა და იყო ეს თანხა იხდებოდა და ოპერირებდა ამ თანხით ეს შეფასება ხო კი ბატონო მე რა მოხდა ხო აი არ ვიცით რა მოხდა ჭანტურამ გითხრათ რომ დამთავრდა ვინ გითხრა გეტყვით რა მოხდა 12 ოქტომბერს გათიშეს სატელიტიდან არხი მოულოდნელად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე არც ხელმძღვანელობისთვის არ გქონს არავის არაფერი როგორც ხელმძღვანელობამ გითხრა ისინიც არ გაუფრთხილებით მეკაცრავად ჩვენ დავიწყეთ რა თქმა უნდა გამორკვევა სიტუაციით რატომ გაითიშა არხის სატელიტიდან აი პირადად ქრისტინა იყო წასული საზმაუწყებელზე იმიტომ რომ ჩვენმა ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ გითხრა რომ საზმაუწყებელი ანუ სიგნალს სატელიტს აწვდიდა ანუ მათ გაგვთიშა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელმძღვანელი არ უნდა არკვევდეს მე მგონი ჟურნალისტი არ უნდა არკვევდეს არა ჩვენ ხელმძღვანელობა პასუხი ჩვენ გვინდოდა სიუჟეტის გაკეთება ამასთან დაკავშირებით მე მიყვედით შემდეგ მოგვიყევი შენ ხო, ანუ ჩვეულებრივად გაიკვა. უბრალოდ დავგეგმეთ თემა იყო ესეთი, დილით ხათუნასთან მოვითათბირეთ, რომ გვექნებოდა ზოგადად ქართული მედიას რა ბედი ენის. და როგორი სიტუაცია არის მედიაში, იმიტომ რომ რთული სიტუაცია იყო და ნუ გადაწყვეტა ჩაგვეწერა გია ჭანტურია როგორც საზოგადოებრივი ვერ ჩაწერეთ გასაგებია ვერ ჩავწერეთ თან მიგვითით არ საშვიც კი ძლივს მოვიპოვე საოცარი გზით პირველ არხში რომ შევსულიყავი სხვა რამეზე უკვე აღარ მაქვს საუბარი მოიცა რა საშვები კაც თქვენ თანამშრომლები რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ არა ვართ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ჩვენ ვართ შეპეს ტელეკომპანია პიკის თანამშრომლები მოკლედ როგორღაც მოხვდი გია ჭანტურიასთან და მითხრა ძალიან მოკლედ რომ მე ვარ ვიციო თქვენი პრობლემა გარკვე შენს ხელმძღვანელთანო ძალიან მოკლედ ეს ყველაფერი ვთხოვე ეს ყველაფერი მიკროფონის წინ გაიმეორეთ თქო რაზეც არა ვარ ვაპირებ ამ ყველაფრის გაკეთებას და ნახონდის გამოვედით და იმ ზუსტად იმ წამს გაირკვა იქ რომ შევედი ჭანტურიასთან რომ ჩვენ აღარ ვიყავით თანამგზავრზე
და ეს კითხვაც დაუსვი, რომ მეთქი ანუ პიკის ამბავით გვაინტერესებდა თქო და ნუ ეს ხო საერთოდო. ეს თქვენ ხელმძღვანელობასთან გაარკვეთ და შემდგომ კომენტარებში რასაც იდახთა გია ჭანტურია ზუსტად თანამგზავრი არის ერთადერთი ის საკითხი, რაც ეხება პირველ საზოგადოებრივ მაუწყებელს კონკრეტულად. ანუ როგორც რა თქმა უნდა, ანუ მას უნდა გაეცა რა თქმა უნდა ამაზე პასუხი, უბრალოდ ეს მე ცოტა გვიან გავიგე, იმიტომ რომ იურიდიულად ამ ყველაფერში შეხედული არ ვიყავი. მან როგორ იყო მიგვითითეს რომ ანუ ჩვენმა მენეჯმენტმა გათიშა ანუ რა თვითონ ადგილზე ჩვენმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ანუ სატელიტიდან სიგნალის მოხსნა მაგრამ ჩვენი მენეჯმენტი ამბობს რომ სატენდერო ვალდებულებებში კომპანიამ როდესაც მოიგო ეს ტენდერი გაწერილია რომ სატელიტური მაუწყებლობისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლობა გათიშა თქვენმა მენეჯმენტმა არ გათიშა როგორც გაირკვა საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ თურმე გათიშა საზოგადოებრივი მაუწყებელმა საბოლოო ჯამში და მოკლედ ანუ ამის შემდეგ გავიდა 3 დღე, ანუ ეს მოხდა 12 ოქტომბერს, 15 ოქტომბერს უკვე დილიდან აღმოჩნდა რომ კვლავ არის ფულის პრობლემა, ანუ იქ ნაწილს პროდაქშენის თანამშრომლების ნაწილს ქონდა 9 ასაღები ხელფასი, ანუ დაუგვიანდათ მათ. სექტემბრის ხო? ანუ სექტემბრის ხელფასზე იყო საუბარი. ჩვენ ხელფასი აღებული ქონდა, ჩვენთან ხელფასი არ დაგვიანებულა. ანუ ამას დაერთო ეს საუბარი იმასთან დაკავშირებით რომ მუდმივად რაღაც მოლაპარაკება მიდის საზოგადოებრივ მაუწყებელთან რომ ეს თანხა აღარ არის რომ თანხა უნდა ჩაირიცხოს და არ ვიცი მოგცემენ თუ არა და ასე შემდეგ ანუ ეს ყველაფერი ძალიან ეს შიდა საუბრების დონეზე ხდებოდა ამას მოყვა ჩვენი უკვე პროტესტი იმასთან დაკავშირებით რომ ვერ მივიღეთ კითხეთ მე ჩვენ ადგილობრივ რა გინდათ რა საპროტესტოთ ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ გაირკვეს, შეისწავლოს დამოუკიდებელ არ არის იქ გარეშე აუდიტმა, შეისწავლოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რატომ გაქრა ფული? რატომ გაქრა შეპესე პიკ შორის არსებული ხელშეკრულება? საერთოდ რა ხელშეკრულება იყო ეს? ეს არ იყო გასაჯაროებული სხვათა შორის საიტზე უნდა ქონოდა. არსებობს ახლა აუდევთ ვებგვერდზე, GPB-ს ვებგვერდზე დევს ეს ხელშეკრულება. თუმცა იცი როდის როგორ არის GPB აუცნაური ტელევიზია. Public broadcast. GPB. ეს ვარ დაწყებული ტელევიზია როა, იცი? მართლა გეუბნები. იქ ხო ზოოპარკია. წლების მანძილზე, როგორ არ არის? წლების მანძილზე აწვალებენ ამ ცხოველებს ზოოპარკის ციხეში და ის წყევლა მოდის და არ გიგზნათ თავი ცუდად? კი, სოციალიზმის ფაქტორს აი ეგეთ უსნაურ შენობა რამდენი საუნა არემონტოს ცუდი სუნი დგას დერეფნებში ზოგიერთ ადგილას. პირველ არზე ეგრე. პირველ არზე, ხო? აბა სხვანაირად თქვენთან ხო? ჩვენთან არა. თქვენთან გასაგებია. ჩვენთან კარგია. ხო და აბა აი საზოგადოებრივი მაუწყებლობის განცხადება ტელეკომპანია პინგთან შემდგომი ურთიერთობის შესახებ 20 ოქტომბერი, რა რასაც დაძახა. ეს მაშინ როდესაც შეაჩერეს ჩვენთან ურთიერთობა. რომ აპირებენ გადახედონ ჩვენთან ურთიერთობას. შემდეგ ხო, ეს ხელშეკრულება დაიდო მას მერე, სხვათა შორის რაც არასამთავრობოებმა მოითხოვეს, რომ დადებულიყო, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს საჯარო ყველაფერი. აი ამას მოვითხოვთ, რომ გამოარკვია. ტელეკომპანია პინგთან 2012 წლის 3 დილით საათი გადამარდება, მოკლედ გეტყვი, გინდა რა წერია? გინდა გეტყვი, ხო, რა წერი. ანუ 15 ოქტომბერს ჩვენმა მენეჯმენტმა აწია სიგნალი სატელიტზე. 15? ანუ 15 ოქტომბერს 12-ში ხო გაგვთიშა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ჩვენმა მენეჯმენტმა 15-ში აწია ეს სიგნალი. როგორც ფარულავა ამბობს, ჩვენი ვალდებულება იყო წესით რომ აგვეწია ეს სიგნალი და შესაბამისად ჩვენ არაფერი დაგვირღვევია და იმ საღამოსო 15-ში გავიდა ჩვენი საპროტესტო გამოშვება ამ დუმილის აქცია. რატო გავთიშოთ, რა სიძახიან? ნუ არ ვიცი, გადაწყვეტეს რომ კონტენტი თურმე გადაწყდა, აი ახლა გადაწყვეტა წლის ბოლოს 2 თვით ადრე, რომ ეს კონტენტი არ უნდა რომ მიაწოდოს სატელიტზე საზოგადოებრივ მაუწყებლებმა და ის გია ჭანტურიამ გადაწყვეტა. ხო, ანუ თქვა რომ ესე გადაწყვეტა. ბორდი იმჯერებს ამაზე ხვალ. ხო და ეხა უყურე როგორ არის ეს კაცი ეს ფარულავა, ვიცით ვინც არის და მუშაობდა წლების მანძილზე ისეთ ტელევიზიებში, რომლებიც ხელისუფლების კონტროლ ქვეშ იყო თავიდან ბოლომდე. ბატონი ფარულავა, ვიცით ეხლა ვინც საქმეში ვარ, არ გვინეს დაბოლებები, ვიცით ვინ აბოლებს. გია ჭანტურია ვინ არის, ვიცი და ერთმანეთში რატო ვერ მოილაპარაკეს? ერთი გუნდია ეგ. Adna komanda. არ ვიცი და რაღაცა მოხდა. გასაგებია რომ რაღაც მოხდა და თქვენ იყავით რაღაც ერთი გუნდის წევრი ყველა აი ეს ბიუჯეტზე მყოფ ტელევიზიები და რუსთავიორები და ნუ ესე განგიხილავთ ხალხი. ხო, კი ბატონო, გასაგებია. აღა ბიუჯეტი ეს რა უქნა გენაცვალე. არ ყოფილიყო პანკილოვი ეთერში და ივანა მელაი და დაურუსა. მაგაზე ჩვენ გვთხოვ პასუხს? არა, თქვენ არა, უყურე როგორ არის?
როცა ეთერში ყავს ესეთი ხალხი, რომელიც აწვება მიშისტურ პროპაგანდას, ხო? და ეგრეა. თქვენზეც გადმოდის, ეს ხომ ტელევიზია, ესე ხო არ არის რა? ჩვენ ცალკე ვართ და ნიუსი ცალკეა და ტელევიზიის სახე ცალკეა. ხო და რაღაცა მოხდა, ეთქობა მიშას აღარ მოუნდა ეს თავისი. ზოგადად არასწორი მიდგომა არა. იდეების განხორციელება. ხო, არ ვიცი. და ჩაჭრა რა, როგორც მაგრამ ფაქტია, რომ 2 მილიონის გზატვალი არის დაკარგული. ეგეც კი არა, ეგ არის ამ შემთხვევაში საინტერესო, ეს არის საბიუჯეტო ფული. შესაბამისად გამოსარკვევია საწავიდან. მე რა მაინტერესებს, ცი? აი, მეორე მიზეზს გეტყვი რა, ყველაზე მთავარი. ეს მიზეზი დაასახელა ჭანტურიამ, როცა ურთიერთობა შეაჩერა შპს ტელეკომპანიებთან სიგნალის აწევა თვითნებური. და მეორე ჩვენი დუმა რეაქცია თუ ნახეთ ეთერში, ნახავდი, აი ეს თურმე ყოფილა დისკრედიტაციის მცდელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის. მესამე ახის ტელესიგნალის არასანქციონირებული აწევა სატელიტზე. გაუგება დემარს დაემატა აწევა სატელიტზე, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა პრობლემები მოაგვარეთ ჩვენავით. გაუთვალისწინებელი ხარჯები. ამ ხელშეკრულებთან საზოგადოებრივი საკუთრება ის კონტენტით, რასაც ხედავს საზოგადოებრივი მესამე ხის მაყურებელი. ამ კონტენტის გამოყენება ტელეკომპანიის თანამშრომლების მიერ შიდა საწარმო დავაში საკუთარ პრეტენზიის გამოსახალად კატეგორიულად დაუშვებელია და ასევე ხელშეკრულების პირობების უხეშ დარღვევას წარმოქმნის დუმარე. აქცია როდიდან გახდა ჟურნალისტის კითხვის დასმის უფლება ვინმეს დისკრედიტაციის მცდელობად აღიარებული ეგეც ახალი ანუ თქვენს რო კონტენტი არ მოგწევსო? არა, აი ახლა ამ წუთას ანუ არ თქვენს, არ გაგვაფრთხილეს რო კონტენტი. ეხლა რას ამბობენ? ახლა ამბობენ რომ ჩვენ აი ეს ორი პირობა დავარღვიეთ და ამიტომ უნდა დუმარია რო გამოხატოთ. დუმარე აქცია, ანუ მიზეზი და სატელიტ ეს ორი მიზეზი დასახელდა ოფიციალურად, ხო? რაც წაიკეთა ეგ არის. ანუ სატელიტზე თვითნებური მაუწყებლობა შპს ტელეკომპანია პიკის მიერ და მეორე დუმარე რას ნიშნავს? მათ გამორთეს და სიგნალი აწია ჩვენმა ფლაივერს. რამდენი ხნით აწია? ანუ 2015-ში აწიეს და 20-ში უკვე შეჩერდა ხელშეკრულება საერთოდ და მე უკვე აღარ მქონდა. შეჩერდა ვადამდე. შეაჩერეს დროებით. აი ხლა ხვალ ბორდიგანი ხელზე შეიძლება აღადგინონ არის. და მიზეზი რა არის? უნდა თქვან მიზეზი. აი ეს არის მიზეზი. ხო და ხო სასაცილოა. მიზეზი გვაინტერესებს. ხო და არ ვიცი, აი დღეს მაგალითად გია ჭანტურია პაიჭაძესთან დიალოგში. ვაფშე ძალიან ესე ხმები წარსული და გია ჭანტურია პაიჭაძე. კატერინა. ხო და ეხა უყურე. საერთოდ ჭირდება ეს არხი? აი მე დიდეჭვს გამოთქვამ რომ ზოგადად ამ ფორმატის და არა რეალურად მე შემიძლია კი ბატონო თუ თქვენ ლაპარაკობთ რომ უნდა გაკეთდეს რუსულენოვანი მაუწყებლობა ხო საინფორმაციო 14 მილიონი ხო არ არის საჭირო 1 მილიონადაც გააკეთებ რუსულ მოამბეს კარგად კი ბატონო ანუ ეს არის პოლიტიკური ნება რა ქვეყანაში ანუ ეს იმ ხელისუფლების პოლიტიკური ნება იყო რომ ქონოდათ ასეთი არხი ანუ უნდათ რომ ყოფილიყო რეგიონული მნიშვნელობის რუსულენოვანი სატელიტური მაუწყებლობა საქართველოსთან კი ბატონო ახალი ხელისუფლება ალბათ იფიქრებს ამაზე, რამდენად უღირს მას კონდეს ასეთი არხი. ეს საერთოდ სხვა თემაა. ჩვენ ამ შემთხვევაში ამაზე არ დავთ საერთოდ. თუმცა აქ მეორე საკითხია, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ამას უყურებდა და რა ვიცი, გუშინ ქონდა რგვალება. ზოგადად ეს არხი ასე თუ მასე ევრიკას რამდენი უყურებდა იცი? კი ბატონო, არა, მე არ გაცვად მოექცა. არა, თუ არსებობს რეიტინგი და არის ხარისხიანი პროდუქტი, ის აუცილებლად უნდა არსებობდეს. იმაზე რომ რეიტინგს ვერ ვთვლით თქვენი არხის რა. ჩვენ შევთავაზეთ იმაზე, რომ რაც გვაქვს ვებით რეიტინგი, ეს არის საკმაოდ ისეთი ციფრი. 14 მილიონი ღირს? რა. ეს. არა, იცით რა არის, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მე როგორ საქართველოს გადასახადების გადამხდელმა არ მინდა ვაფინანსებდე. ხო, კი ბატონო, და ეგ არის ადაოსტრი აზრი არის უამრავი მაყურებელი, რომელსაც უნდა. პამფილოვი? არა, ჩვენ არ კამათობთ მაგას. პამფილოვზე არ ვსაუბრობთ. პამფილოვი ისე გაინტერესებთ, რომ პამფილოვი მოგეწია. პამფილოვი არ მოვა, ქართული არის ის და ჩვენ ურად მოვა. სინქრონული თარგმანი ხელშეუშლით დინამიზმს. აუცილებლად მოვა. მე თუ გნებავ. ისე პრინციპში გვანცა. აუცილებლად პამფილოვი მოვიწვიოთ რა. ივანა მელაიც მოვიწვიოთ თავხელზე. ივანა მელაიც ასაცილო. მე თქვენ რომ გადაგიწყდე. პამფილოვი მოვიწვიოთ. მოიწვიოთ. გასაგებია. ანუ კიდევ ერთხელ რომ კაფეოდ ჩამოვაყოთ თქვენი მოთხოვნები არის შემდეგი. ჩვენი მოთხოვნა არის პირველი, რომ შევიდეს აუდიტი საზოგადოებრივ მაუწყებელში, შეისწავლოს. ხდება ისედაც. კი ბატონო. ხო, ჩვენ არ გეპარება რომ ხო მოხდება. და ჩვენც კიდევ ერთხელ გვეჩქარება. ჩვენ გვეჩქარება რომ ეს მოხდეს. კაი, ეგ ერთი კიდევ რა, აღდგენა გინდათ ის ორი თვე კიდევ რომ იმუშაოთ? რატომაც არა ჯერ ერთი. და მე უკვე დანარჩენი მართლა პოლიტიკური ნება ქვეყანაში იქნება თუ რა ეს. მე მგონი რომ ის ფასეული კადრები რომელიც არსებობს თქვენ არხზე და რა თქმა უნდა იარსებებს შორსავ არის იმასთან რომ მართლა ეს სახეები განსაზღვრავდნენ არხს.
კარგია, მიხარია. არა, რა თქმა უნდა. მაგაში მაინც შეიძლება რომ იაფად და ეფექტურად ეს ხალხი გამოიყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვან მაუწყებლობაში. ოღონდ ეს არ იყოს ცალკე არხი და ეს არ იყოს ესეთი ამბიციური, რომ ჩვენ რუსეთზე და პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე მოვახდენთ გავლენას. ჩვენ თუ ვიქნებით რეგიონული მნიშვნელობის არხი თუ ექნება საქართველოს სიტყვაზე ქართული ტელეკომპანია, რუსულენოვანი რეგიონი, რომელიც ახლა ჩვენ ყავს ძალიან კარგი საკორესპონდენტო ქსელი. სომხეთში, აზერბაიჯანი, ან ეს ყველაფერი რესურსი ძალიან ცოტა რომ დაიკარგოს. ჯერსეთი ის სომხეთში შენი კორესპონდენტი ქართულადაც ხო აკეთებს რაღაცას და ქართულადაც შეუძლია. ქართულად არა, რუსულენოვანები არის. ხო და ქართულადაც შეუძლიათ, აგერ შენ ხო შეგიძლია ქართული რეპორტაჟების გაკეთება. ცოტა რო იმუშაო საკუთარ თავზე. ნუ. არ ცოტა რო იმუშაო, რა ყველაფერი თქმა უნდა და იყოს ეს, ანუ ეგ არის რა, რომ საკუთარ თავზე იმუშაოს ამ ადამიანმა, იყოს რუსული მოამბისთვის რეპორტაჟის მკეთებელიც და ასევე ქართული მოამბისთვის მკეთებელიც. რა პრობლემაა? ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ოპტიმალური გამოსავალი არის ის, რომ ფასეული კადრები რაც არის, ის დაკავდეს ანალოგიურ საქმიანობაში. საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე. ბატონო, ამაზე იმსჯელონ მათ შეიძლება რომ გადაწყვეტილება მიიღოს და თუნდაც რეფერენდუმი ჩაატარო. არა, რეფერენდუმი არა, მე გეთახმები თქვენ რომ რუსულენოვან მაყურებელს სჭირდება ინფორმაცია. ასევე ჩვენ გვჭირდება მოსკოვიდან, უკრაინიდან ინფორმაცია და რაღაცნაირად ინტეგრირება ეს შეიძლება, ანუ ძვირია ცალკე არხი გქონდეს დაუშვათ, მაგრამ ფასეული კადრი შეიძლება ინტეგრირდეს. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს საკითხები არის გადასახედი. ანუ უნდა გადაიხედოს ბიუჯეტიც და უნდა გადაიხედოს კონტექსტის არხის, მაგრამ ის რომ უნდა არსებობდეს, ამაზე არავინ არ დაობს. არა, არხი უნდა არსებობდეს თუ არა დაუდგება. არხი არა, რუსულენოვანი მაუწყებლობა იყოს თუ არა, ანუ ამაზეა საუბარი, კი ბატონო. ცალკე არხი ფულია ბევრი, გაიგე? სატელიტი ესა ისა ცალკე თემა. კარგი, მაგაზე ჩვენ დღეს ვერ გადავწყვეტთ ამ საკითხს და ხვალ საინტერესოა რა მოხდება საზმაუს ბორდზე და საერთოდ რა ხდება იქ, ეგეც ძალიან საინტერესოა. ხო, საინტერესო ამბები იქნება კიდე პარლამენტთან ქუთაისში. ოფიციალურად დავაფიქსირებ ჩვენ მოთხოვნას. ანეკდოტი გამახსენ. კი. ცუდი ანეკდოტია ხალხი. ანეკდოტი არ არის, მიშავსკაზის ნიუსი. ცუდი ანეკდოტები ხო. კარგი, დიდი მადლობა ქალბატონებო, გოგოებო, ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ გულწრფელად რომ ყველა პროფესიონალმა ნახოს თავისი ადგილი და დამშვიდდეს და არ იყოს რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურის ხვერპლი და იმუშაოს თავის პროფესიით. იმედი მაქვს რომ ახალ ქვეყანაში ეს ასე იქნება, თუ არ იქნება დააგერვართ. ჩვენ ველოდებით განუმეორებელ ანრი ჯოხაძეს ოღონდ რეკლამის შემდეგ. ეთერშია განუმეორებელი ანრი ჯოხაძე, მოგესალმები ანრი. ეთერშია განუმეორებელი შალვას გადაცემა. არა, რა. ეს რაღაცა ახალი ის არის. მე მიმაშიან შენ მართლაც განუმეორებელი ხარ და როცა გარდაიცვლები 100 წლის შემდეგ საკუთარ გვალს დატოვებ ქართულ შოუ-ბიზნესში. იწვია. კი, მე ეგრე მგონია რა. მე ესეთ წარმოდგენის არა ვარ ქართულ შოუ-ბიზნესში, მაგრამ მაინც მგონია რომ ხო, რაც ისა. ვინ როგორ რჩება ისტორიაში. სხვა შორის შენ ყოველთვის ახერხებდი ყურადღების ცენტრში ყოფნას და შოუ-ბიზნესის მთავარი ამოცანა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ყველაზე მთავარი არის ყურადღების ცენტრში ყოფნა, ყოველთვის აქტუალური უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი მომღერალი, რომელმაც სააკაშვილის დროს უზრუნველი ცხოვრება მოიწყო, გულისხმობ სახელმწიფო კონცერტებში მონაწილეობას, მაგრამ რაღაცნაირად პოპულარობა დაკარგა, იმიტომ რომ ისინი არ ქმნიან ახალ სიმღერებს, ახალ ვიდეოებს და ასე შემდეგ. მეთანხმები? რა ვიცი, მაგრამ ცხოვრების მოწყობა როგორ გითხრა, არ ვუკავშირებ დაუშვათ მათი აქტუალობის დაკარგვას ან გაზარმაცებას. უბრალოდ შეიძლება ადამიანს მეტი ფანტაზია და რაღაც ნიჭი არ ყოფნიდეს რაღაც ეტაპზე. კანონზომიერება იყო ანრი. ძველ დროში, როდესაც არ იყო შეკვეთები, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სახელმწიფოება, ეს ადამიანები აკეთებდნენ ყოველ თვე თითქმის რაღაცას, კონცერტი იქნებოდა ეს თუ ვიდეო. შემდეგ უკვე აღარ ჩანდნენ სატელევიზიო არხებიც კი დაიხურა მუსიკალური, ხო ხედავა რა? გახსოვს. შენ ახერხებდი და სხვა შორის ძალიან კარგად, რამდენად ხარისხიანად ეს მაყურებელმა განსაჯოს. კარგად შენიშნე რომ პოლიტიკურად აქტიურ თემებზე რაღაცას რო აკეთებ, ეს უკვე არის პოპულარობის გარანტია. ასეა თუ არა? რა თქმა უნდა. როდესაც ყველაზე პოპულარულია შენს ქვეყანაში პოლიტიკა და პოლიტიკოსები. როდესაც ამ თემას ეხება. ჩვენ ხა აი უყურებთ შენს ვიდეოს პოლიტიკური პორნოგრაფია. ეს არის გადაღებული სექტემბერში, ხო? და აქ ვისი თქვა გინდოდა რა? რაზია ეს ვიდეო, რაზია ეს სიმღერა? დავიჯერო შენ ვერ გაიგე. მინდა რომ შენი მოსაზრება ხო, რაზია და ჩვენს ყოფაზეა. ანუ
მიყვარს ქალი მორბის მშვიდობის ხიდთან და მიეცი წარზე. შენი აზრით ძალიან კავშირში, ანუ იმ ხალხს ხომ არ აგძელებ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და პროსტიტუციასთან აქვს საქმე. ამით რა ყველაფერი გულისხმება ალბათ. ეს ზოგადად ხალხის აზრია, ხო? რომ პოლიტიკაში ბევრი სიბინძურია რაღაცები. ამაში ზოგადად საზოგადოებაც არის გარეული, აყოლილი და ერთად იხარშება ყველაფერი. მესმის. ამ ვიდეოში ბიზინა ივანიშვილის კადრების გამოჩენა რა განაპირობა? პოპულარობა. სააკაშვილის კადრები არის, ხო? კი, რა თქმა უნდა. ხო და აი ეს ჩვენ თარგამაძის კადრებიც შესაბამისად შენ იცი რის თქმა მინდა? არის ესეთი გამონათქვამი, გლეხ კაცი თვინე არავინ არ არის. გაგია? ანუ ყველა პოლიტიკოსი გასწრულია, ყველა ცუდია, ყველა თამაშობს და უბრალოდ ადამიანის არავინ არ არის. ესეთი სიმღერები ხო არ ნერგავს ამას და პირიქით ხო არ ახდენს ამის პროპაგანდა. რის პროპაგანდას? რო აი გლეხ კაცი თვინე არავინ არ არის, ყველა ცუდია, ყველა პროსტიტუცია, პოლიტიკა და პროსტიტუცია აქ მე ვთვლი რომ ყველაზე ნაკლებად შესამჩნევი, გონიერი ადამიანისთვის ის სექსუალური სცენები უნდა იყოს, რაც ამ კლიპშია. რაც შეეხება შენ კითხვას, მე მიმაჩნია რომ დღეს საქართველოში არამც თუ დაუშვათ ხელისუფლება, მაშინდელი თუ ახლანდელი, ეს ჩემი ესეთი უბრალოდ მოქალაქეობრივი აზრია, ვინმესთვის კი არა, თვითონ გლეხკაცი არ არის უკვე თავისთვის. ანუ ის რომ ზოგადად ხალხი გაზარმაცებულია. ანუ ზოგადად ხალხი გაზარმაცებულია რო ამბობ, შეიძლება გამოიწვიოს ამან ზოგიერთების გაღიზიანება, გაიგე? ზოგიერთები თუ ანუ შენ რაღაცა მაგნიდან ხო არ უყურებ? არა, როგორ გეკადრები. ეს განმარტე მაშინ. ეს იცი რა არის როგორ გითხრა გლეხკაცისთვის არავინ არა, ეს თვითონ გლეხკაცის ის არის. გამონათქვამია, ხდები? და არავინ არ იქნება შენთვის, შენ თუ არ გაქვს შრომის მოთხოვნილება. ჩემთვის ასე იყო. მეც გლეხკაცში მოვიხსენიები. ანუ შენი აზრით არ ვარ თავადი. შენი აზრით ის პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, მათ შორის ჩვენ სფეროშიც, შენ სფეროშიც, არის ძირითადად იმით გამოწვეული, რომ ადამიანებს მუშაობა არ უყვართ. მე ვფიქრობ, რომ რაღაც დოზით არის ხალხი გაზარმაცებული. იმიტომ რომ ეხლა შეიძლება ვიღაცას გონია, რომ იმაში აკვარიუმში მზინავს და ხალხთან არ მაქვს შეხება, მაგრამ დამიჯერეთ მე ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომ აქვს ამბიცია დაუშვათ კონდეს არანაკლებ 1000 ლარიანი სამსახური. და მინიმუმ მას 8 კლასის განათლება არ აქვს და აბსოლუტურად არანაირი რესურსი არ აქვს იმისა, რომ მსგავსი ტიპის სამსახურში დაეხმარო და მოვაწყო ადამიანს, ხო? ეს ახლა როცა ასეთ რაღაცა ამბიციურ განცხადებას ისმენ ადამიანისგან, ცოტა შოკში გაგდებს, ხდები? ხო უნდა იყოს ადეკვატური შენი რესურსი, შენი მოთხოვნა. აი მოდი შენზე ვილაპარაკოთ. შენ როგორ გონია, გააქვს იმის ამბიცია, თვლი რომ არასათანადოდ იღებ მეციმსახურებ. გააქვს ამის ამბიცია შენ. იცი რა არის, საქართველოში მეტი არ არსებობს. როგორ ახლა მეტი არ არსებობს, რას ნიშნავს? ანუ მეც ვეღარ გაკაჩავ? უკვე გამოსავლებს შეკითხვა. არა მარტო შემოსავლები. შემოსავლები მანიშნებელია დაფასების. ერთ-ერთი მანიშნებელი, კი ბატონო. მეც ვეღარ გაკაჩავ, ანუ შენ გინდა თქვა, რომ რასაც მიაღწიე, რა შემოსავალიც ან რა პოპულარობაც გაქვს, ეს არის და მეტი აღარ იქნება აქ, ხო? ამას აქ მიაღწია. პოპულარობის საზომზე პოპულარობის ერთ-ერთი საზომი შემოსავალიც არის. არა, რატო არ მაქვს ძალიან ბევრი რამ მაქვს გასაკეთებული, თვლი რომ კარგი სოლო კონცერტი არ მაწყენდა. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ჩვენს ქვეყანაში შენ როგორც ხარ, ეს კმაყოფილი ხარ ამ შენი მაქსიმუმი არ გააკეთე თუ გააკეთე. არა, რა თქმა უნდა. და ის რომ შენი მაქსიმუმი არ გააკეთე, ის რომ შენ დღეს იმდენი არ გაქვს, არა მარტო ფული, არამედ სხვა რამ. ეს ვისი ბრალია შექმნილი სიტუაციის თუ შენ დააკეთე სადღაც. სოციალური მდგომარეობის და შეიძლება ჩემი ბრალიც იყოს. უფრო რომელია, იმიტომ რომ მე სულ მინდა შენი მოსაზრებები უფრო სოციალური, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ არა მარტო მე სხვა ჩემი დაფასებული კოლეგებიც ბედნიერები იქნებიან თუ ქვეყანაში იქნება სოციალურად რაღაცა მდგრადი სიტუაცია რომლებიც მოვლენ და იყიდიან ბილეთს იყიდიან კომპაქტ დისკს და ასე შემდეგ რა თქმა უნდა კარგი აი ამ არჩევნებზე მინდა გკითხო ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა ჩემი აზრით იმიტომ რომ მე ვეკითხები ყველას შეიძლება პასუხი ყველამ არ გამცეს შენი ნება დააფიქსირე გასაგებია და მე
არ გეკითხები კონკრეტულად რა შემოხაზე, მაგრამ რა განწყობა გქონდა, რა გინდოდა, მოხდა ის რაც გინდოდა თუ ნეიტრალური იყავით თუ როგორ? ზოგადად შეგიძლია აბსტრაქტულად ილაპარაკო და მე ჩვენ თვითონ გამოვიდან დასკვნას რა. ნეიტრალური ვიყავი? არც ისე. მე არ ვთქვი. თუმცა მე მიხარია რომ ჩემს უბანში ვინც ავირჩიე იუსტიციის მინისტრი გახდა. შენ ნახალოკელი ხარ, ხო? ეგრე ითვლება, ეგრე მოვიქეცი. კი ბატონო, მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, რა პერსპექტივას ხედავ ცვლილებების კუთხით. ის რაც იყო, აღარ იქნება ალბათ პროსამთავრობო სბორნი კონცერტები, სადაც მხოლოდ კონკრეტულ ტიპებს იწვევენ და სხვას არა. იცი რა, შენ გამოდიოდი ამ კონცერტებზე. მე ჩემთვის ეგ სადაო თემაა შალვა და რატო იცი? ნუ დაუშვათ, როდესაც მე მეხება ის რომ მკითხე ხო შენს გამოდიოდიო. ჩემთვის სამთავრობო მხოლოდ 2-2 კონცერტი იყო წელიწადში. თუ კი შეიძლება ამას სამთავრობო დაარქვა საზოგადოებამ, როდესაც იყო ღია ღონისძიებები თბილისობის ცენტრალური კონცერტი ღია ცისქვეშ და ახალი წლის ღამეს. ეს მე ვფიქრობ რომ უფრო სახალხო ზეიმის მაგვარი კონცერტია და არა ვიღაცის პოლიტიკური ანგაჟირება, ხვდები? მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ამ კონცერტებზე ეძახდნენ ხალხს, რომელიც იყო რაღაც კარგსიაში და ცუციაში მყოფებს არ ეძახდნენ, ბევრი ლაპარაკობს ამას. ოქიტაშვილიც კი ლაპარაკობს ამას და ძალიან ბევრი და შეუძლებელია შენ ეს არ იცოდე. თქმა მე ამაზე ხშირად მისაუბრია შენთან. ხო და ეხლა ეს არ იქნება და ანუ ეს როგორ ფიქრობ? ძალიან კარგი თუ არ იქნება. რა თქმა უნდა, ეს არც უნდა ყოფილიყო მაშინაც. და ასევე არ იქნება პოლიტიკური ნიშნით მოღელვების გამოყოფა, ამას დავაფინანსებ, იმას არ დავაფინანსებ და ასე შემდეგ. ანუ მე მგონი შენ შეიძლება მეტი შანსიც მოგეცეს რომ გაკაჩო. და მეორე სულ ყველა დაინახავს რეალურად რის გამკეთებელი ხარ, ხო? ჩემთვის შანსი რა არის, იცი? ხო. ჩემთვის რეალურად როგორც შემოქმედისთვის რა უნდა შეიცვალოს, ხო? ნუ ბატონო, მოქალაქისთვის თუ კი ქვეყანაში უკეთეს სოციალური მდგომარეობა იქნება და ბევრი გაჭირვებული არ გვეყოლება ირგვლივ, ეს ძალიან კარგია. მაგრამ როგორც შემოქმედისთვის ჩემთვის რა უნდა შეიცვალოს, ისევ ახალი სიმღერა უნდა მოვძებნო, ხალხისთვის მოსაწონი და კლიპი გადავიღო. მაგრამ აქ არის, დავუშვათ, პირველ ეტაპზე მე რაც მომწონს ახალი მთავრობის განცხადება, ეს არის რომ ბიზნეს და ბიზნესმენებს მარწუხები შემოხსნეს. ჩემთვის ეს არის რაღაცნაირად კარგი მომენტი, რომ მე აქამდე თუ არასოდეს თავში არ მომივიდოდა რომ დაუშვათ კლიპის დაფინანსებისთვის რომელიმე ბიზნესმენთან მივსულიყავ ხო დღეს შეიძლება იმიტომ კი არა რომ არ მოგცემს ფულს ვერ მოგცემს რაღაც იგი მიზეზების გამო ხო არა აქვს ეგ თემა თუ ეს ბიზნესი გათავისუფლდება რაღაც წნეხისგან ეს მე მგონი შემოქმედი ხალხისთვის ძალიან ნორმალური და კარგი იქნება. ანრი მაშინაც კითხე და ახლაც კითხა, ხო არ შეიცვალა რა მე შემოსავალი საერთოდ გაქვს ალბათ უფრო საკლუბო და კორპორატიული საღამოები. საკლუბო არა, იმიტომ რომ საქართველოში არ არის განვითარებული საკლუბო სიტუაცია, სადაც შეიძლება რომ ნორმალური ჰონორარი იყოს. ისევ და ისევ კორპორატიული საღამოები. რომელიც სტარდება და რომელიც ეწყობა. საქართველოში ძირითადად ისრაელი და ევროპის სხვადასხვა ეგ მიმართულება არ შეიცვლება ალბათ, იმიტომ რომ რაც იყო ის იქნება თუ არ განვითარდა და აქაური არ ვიცი ხა რამდენად იქნებიან ის ადამიანები კორპორატიული საღამოების მოწყობის ხასიათზე რომელიც აქამდე არა კორპორატიულს მე არ გულისხმობ რომ ვიღაცის ორგანიზებით გაკეთებული ეს არის ჩვეულებრივი შეიძლება იყოს ვიღაცის დაბადების დღე რომელიც მასშტაბურად იხდის და უნდა ცნობილი მომღერლები მღეროდნენ მასთან ჩვენ ახლა უყურებთ კორპორატიულ საღამოს ჩვენ ახლა უყურებთ კადრებს სადაც შენ ვერ უყურებთ ხო, მაგრამ მე უყურებ იმ კადრებს, სადაც შენ შევეცდების თქვენს განახოთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, სადაც შენ ცეკვავე ვარსკვლავებში ცეკვავ. ხო რა. გასართობი, ხო, სასაცილოა, მაგრამ არ მე რო ცეკვავე. ხო და შენ გქონდა იმის ამბიცია, რომ ასე ვთქვათ, გეცეკვა. კაი, რა სისულელი. რატომ მიხვედი ამ იმაზე რა ქვია? სამჯერ უარი უთხარი და მე როგორც იქნა ვეღარ გავუტეხ. აი ჩვენ უყურებთ ახლა კადრს. ეს სხვადასხვა რთული ცეკვა შემხდა. მე ხო ბედი არ მაქვს არასდროს ესეთ რაღაცებში პირველი ეს მაჯახეს. ძალიან რთულია ჯაივის სხვადასხვა შავა. არ გამოგაცდები. რამდენი ხანი ემზადებოდი აი ყველაფერს? ამისთვის მე 5 დღე მქონდა მხოლოდ. ანუ შენ დამსახურებად გაგიშვეს, ხო? კი, აბა რა, მე თვითონ ვიძახდი რომ მე უნდა დავტოვო პროექტი და გამიშვეს კიდეც. ხო, არა, ნუ მე
იცი სცენის მომღერლისთვის კარგია, მაგრამ პროფესიონალი არა, რა მოცეკვისთვის თქმა უნდა. ეხლა სცენაზე მე მოძრაობა არ მეშლება, ასე თუ ისე მოძრაობა, მაგრამ ეხლა ცეკვისთვის ეს რთულია. და ცოტა უნდა დაგეკლოთ 5 კილო. რა უნდა დამეკლო კარგი. ან კიდე დავიკელი ცოტა. აჰა, შეხედა როგორი ორიგინალურია. კარგი. რაღაც ფესტივალებშიც არ გაგიმართლა ბედმა, აი ამ ევროვიზიამაც რაღაც გიგანა. რასაპირებ ამ კუთხით რასაპირებ, რომ შენ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შესანიშნავი ვოკალური მონაცემები გაქვს. გაიხარა. აი ამ ხრივ რასაპირებ, რამე არის საინტერესო გეგმაში. რა ვიცი. რაღაც ისეთი ჩანხარ. ცოტა სევდიანი, ცოტა. არა, უძილო ვარ და ისე აი ყავას იმიტოვსო გიჟებით. უშიხამე რასაკეთებდი? ერთობოდი სადმე? ვერთობოდი და მუშაობდი კიდეც. წერ, ღამე წერ? კი, ძირითადად მე სტუდიაში ღამით მუშაობ. რა სიმღერები გაქვს? იხარ ამი არის პოლიტიკური სიმღერები? არა, აი რა სულ არ მინდა ეს პოლიტიკური სიმღერები. ტექსტებს, აი ანრი, ტექსტებს როგორ წერ ახლა? ტექსტები არის ძალიან დიდი პრობლემა საქართველოში. აი რომელი სიმღერის ტექსტი გაინტერესებს? ეხლა როგორ წერ თქო, რაზე წერ, რა არის актуალური შენი აზრით? აქტუალური რაც იყო, ეგ ჩავწერე. ეგ გასაგებია და კიდე ეხლა დანარჩენი საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია შალვა აქტუალური. მე არ ამგონია რომ სიყვარული იყოს ეხლა ნუ აბა რა ვიცი, დღე და ღამე ლუკმაპურის შოუნაში თუ როგორ არის? ხარ შეყვარებული შენ ეხლა? მე როგორ არა ვარ შეყვარებული. ასა. ვისში? ერთ ძალიან ლამაზ გოგოში. იმასაც უყვარ ხარ? რა თქმა უნდა. და ეს გაწერინებს სიმღერებს. უეხა რა ბაზარი გავიჯი, მაწერინებს. რატო სხვა შორის შეიძლება გზნობა იყოს ერთ-ერთი ინიციატორი? არა, რა თქმა უნდა, შემოქმედისთვის არის ეს იმპულსები შინაგანი მთავარი. რაღაცნაირად თვითონ მაყურებელო ან ჯოხაძე ახლა არის ჩაკეტილი, მე მგზნობ, იმიტომ რომ არა ვარ ჩაკეტილი, ხალხო მეძინება. ძალიან ბევრი სტუმარი მყოლია და ანრი ჯოხაძე არის ჩაკეტილი ახლა რაღაც სხვა დროს ჩაკეტილი აი ახლა რაღაცნაირად ისე ხარ დუნეთ და არ აქტიურობ რამდენი კარგი შეკითხვა რა გავაკეთო რამე დავლეწო მომაწოდეთ რა ვიცი არა მიგასწავლე ტელევიზია შეიძლება დალეწო აქ არ გინდა მისძეს მაგან გააკეთე კარგი სულ რამოდენიმე წუთი დაგვრჩა და მინდა არ შემიძლია ეს შეკითხვა არ დაგისვა კი ბატონო, სპონსორებს ვეძებო რო ამბობ. შენ რაიმე ალბომის ჩაწერის სპონსორი გინდა? არა, მე მოვაყოლე სიტუაციას, რომ დაუშვათ ბიზნესმენები თუ რაღაც მარწუხებისგან რა ძალიან აქტუალური თემა იყო აქამდე გათავისუფლებიან, ადვილად გაიღებენ ხელოვანებისთვის რაღაცა თუნდაც მინიმალურ სასპონსორო რაღაც თანხას, ხო? ანუ მოგეხმარებიან ალბომის ჩაწერაში, ვიდეოს გადაღებაში და ასე შემდეგ და შემდეგ ეს და მუსიკალური არხი არ არის საქართველოში, რომელსაც შეუძლია გამირეკეს თქვენგან. ხო. როდის სექტემბერში იყო, რომ რაღაც მუსიკალურ არხს ვაკეთებ და გამიხარდა რაღაც უცებ. კი, ჩვენ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, ჯერ არ არის ეს და მაგითო გეუბნები. ძალიან კარგია თუ იქნება ასეთი რამ. და იქ უკვე მიმოღვაწევებ, გააკეთებ რაღაცებს. დიდი მადლობა, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო განუმეორებელი, მე ვიტყოდი. ანუ ეს ახალი ის შემარხვი, ხო? კარგია განუმეორებელი. რატო შეიძლება განგიმეოროს? განმეორებადი ვიყო. განმეორებადი გინდა იყო. განუმეორებელი ანრი ჯოხაძე, რომელმაც თმებს როდის იღება ნორმალურ ფრად. ეს რა არანორმალური ფერია? არა, ეს ხო შენი ფერი არა. ეს ძალიან მოდნი და აქტუალური ფერია, ჩემო შალვა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც მომწონს ეს ადამიანი. რაღაც აქვს 1-2 წვინვალე გამოფწინებები და ამიტომ ვაპატიოთ ყველაფერი რაც არის საპატიებელიც გამიხდა. მე ვიღაცებს ვუთხარი, აი ჩემთან არა კაცო, ჩემთან. აი შალვა. დიდი მადლობა.